ბოდიშვიხდი ჩემი უხეშჯობისთვის. რაღაც მინდა რომ გთხოვო. გთხოვ. პატივი მომეცი რომ ჩემი ცოლი გახდე. რა? თქვენი ცოლი? მე გავხდე თქვენი ცოლი? ზუსტად ასე. პატივისცემი თუ არ ვამბობ. რატომ იცინი ისეთი თქოს სიამოვნებს ეს? ანიმეს არ მოგიდგენთ ანიმაქს წერტილი და ხმოვანებენ ტორუ და კალენი. გელქაინის მემკვიდრე პრინცმა რიშეს ცოლობას თხოვა? კაცი, რომელმაც მომკლა ცოლობას მთხოვს? ეს აზრს მოკლებულია, ვერ ხვდები რა მიზანი აქვს. ეს მეფეა. მეფე რატომ არის აქ? მამა, რატომ გამოიარე ამდენი? თქვენ უდიდებულესობა. გალბატონო რიშე, გულწრფელად ვიხდი ბოდის შაშლილი ნიშნობის გამო. გულწრფელ ბოდიშ ვიხდი. მგონი პრინცი არნოლდის განზრახვებზე ხსმენია. ეს წვრილმანის საკითხი ჩვენ სერებს შორის მეგობრობაში უთანხმოებას არ გამოიწვევს. მაგრამ თუ შესაძლებელია, მასთან სასაუბრო დროს ვიტხოვ. თხოვთ წადით მასთან ერთად, გალბატონო რიშე. თუ არ სიტყვი, უბრალოდ შემდეგ ტაქტიკაზე გადავალ. ზუსტად რა განზრახვა გაქვთ? არაფერი. უბრალოდ შემიყვარდი. სულ ესაა. შეგიყვარდით? ნიშნობის დარღვევის შემდეგ. მხარდამჭერი აღარავინ ყავს არა? ის მართალია. ჩემს პირველ ცხოვრებაში ამ შენს ხელიდან არ გავუშვებდი. მაგრამ როგორც ახლა ვარ, ვიცი რომ ცხოვრებას უსასრულო შესაძლებლობები აქვს. და მაინც ველური იმპერატორი, დამპყრობელი. ყველა ცხოვრებაში რაც კი გამოვიარე, მან ომი წამოიწყო. რატომ უნდა გაიკეთებინა ასეთი რამ? თუ მის გვერდით დავრჩები, შევძლებ მიზეზის გაგებას? თქვენ ამბობთ რომ შეგიყვარდით. სწორედ ამიტომ შემოგთავაზდა დაქორწინება. მაშინ დათანხმდებით ჩემს რამდენიმე ეგოისტურ მოთხოვნას? თუ ეს ჩემს ძალებშია, გებიცები, ყველა სრულს აგისრულებ. პირველ რიგში მინდა რომ ქორწინების ცერემონია ჩემს მიერ მითითებული სავაჭრო კომპანიის მიერ იქნას უზრუნველყოფილი. როგორც გნებავს. ასევე გთხოვთ მომცეთ ადგილი, სადაც შევძლებ უცხოეთიდან სტუმრების მიღებას. როგორც მემკვიდრე პრინცის მეუღლეს, შენგან ნებისმიერ შემთხვევაში მოვითხოვდი ამ მე საკითხებს. მიჩვენია იმპერატორისგან განცალკევებით ვიცხოვრო. კარგი, ასეც იყოს. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე აუცილებლად გავატარებ დროს სასახლეში უქმად. უსაქმოდებლი დღეებს უქმად გავატარებ და საერთოდ არ ვიმუშავებ. გარდა ამისა, გთხოვთ, რომ თითიც კი არ დამაკაროთ.
რის გაკეთებას აპირებდით ამ ხელით? თქვენ დამპირდით არა? გთხოვეთ თითიც კი არ დაგეკარებინათ. ასეთი ზიზღით ნუ მიყურებ. უბრალოდ ვცდილობდი დამებრუნებინა ის, რაც შენ წამართვი. მე ძალიან წუხვარ. მახვილი დეყნობილი გადავარდნილი. გაუცებული ვარ, რომ შეგიძლია ასე დაძინება. იმის წარმოდგენაც კი რომ ხმალი რომელმაც გამიგმირა ბალიშად გამოიყენე. წარმოუდგენელია, რომ შეხების გარეშეც მიგძენი. ასე დონეს რომ მიაღწიო, საკმაოდ ბევრი უნდა ივარჯიშო. დიახ, ასია. შენს მიერ არჩეული სავაჭრო კამპანია შეხვედრაზე მოვიწვიე. დიდი მადლობა. სავაჭრო კამპანია არია. ბოლო დროს ამ კომპანიაზე ბევრი საუბარია. რეგულარულად ემსახურები მე? არა, უბრალოდ მსმენია, რომ ისინი ძალიან კარგი საქონლით ვაჭრობენ. მეც მინდა მათთან დაახლოვება ამ ცხოვრებაში, რაც შეიძლება მალე. შეუდარებელი გარეგნობის დამანგრეველი ძალა. არა, არაფერი. თავდასხმა. მაგრამ მე შენ აქ დარჩები და კარგად მოიქცევი. აქ ხომ რაინდები არიან, რატომ წავიდა თავად საბრძოლველად? მან მითხრა კარგად მოქცეულიყავი, თუმცა უკვე დამთავრდა. და მე მარტო შენს წინაშე გამოვედი. ეს მოწყენილობის დაძლევასაც კი ვერ ემსახურება. დააბატიმნეთ ბანდიტები. ვისაც ხელსაქმე არ აქვს დაჭრილებს მიხედოს. მას არ მოუკლავს ისინი. ერთი მათგანიც კი. რაქცის კამილა. კარგად ხარ? მოხდა რაიმე? ჩემი სხეული. დაბუჯებას გრძნობა. შხამი არა. დაუყოვნებლივ შეკარი ჭრილობისა და გულის შორის ადგილი. გადამწიფებული ვაშლის ზურნელივით. ეს ჩიას ბალახის და ლურჯ კლდის სოკოს ანესთეტიკია. სავარაუდოდ ეს არის ის, რასაც ამ ტერიტორიაზე მონადირეები იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფატალური არ იქნება, ეფექტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გალქაინამდე მისასვლელად დრო ასაჭირო. მოგზაურობაში ის მზეად სანადირო დასახლებას ვიპოვი. უკაცრავად. მე შემიძლია დავამზადო ანტიდოტი. გამიმართლა, რომ ამის გაკეთება ხელთარსებული მცენარეებით შემიძლია. ის მეტად ეფექტურია, თუ მას მოვხარშავთ. თუმცა რადგან ახლაც ისწრაფია საჭირო, ეს გამოვიყენოთ. შესაძლოა მათ ჩემში ეჭვეპარებათ? არა უშავს, გთხოვთ არ ინერვიულოთ. ეს ანტიდოტი მზადდება ლუქულიას ყვავილებისა და ცოტაოდენი კარილიას მარცვლისგან. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, გამოიყენებთ თუ არა ამ წამალს ახლა, ან მომდევნო დღეების შეშუპებას გაუძლებთ. მართალია თქვენ ობწყინვალებაო? მიხარია, რომ არაფერი საშინელი არ მოხდა. ამის გარდა, რამისნით გონია, რომ სველები გყავს თან. იმის ნაცვლად, რომ რაინდები ბრძოლის ველიდან გასვლის გამო დანაკარგებს განიცდიდნენ. ჩემი ჩარევა უკეთესად იცავს ჩვენი ეროვნულ ინტერესს და ჩვენ ფაქტობრივად მსხვერპლი არ გვყავს. ამას შენი განმოსახედიდან ამბობ. და ის ფაქტი, რომ ქალბატონი რიში აქ მოიყვანე, ეს მე არ გამიგეთებია. ყვავილები მხოლოდ შესახედაობისთვის არაა განკუთვნილი. ისინი პრაქტიკულად გამოიყენება. და შენ ეტლიდან როგორ გადმოხვედი? ეს საიდუმლოა. ჩემი როგორც მოახდის ცხოვრებაში, ქალბატონი ხშირად იკეტებოდა თავის ოთახში.
და ყოველ ჯერზე კარიბის გაღება მე მიწევდა. ის რა ბავშვია, რომელიც ჭიანჭველების ხატს უყურებს? თქვენ რაიმე გაწუხებთ? არანაირი ფარული მიზანი არ მაქვს, უბრალოდ ფიქრობდი, რომ შენ გაუგებარი ხარ. რა საშუალებას გამოიყენებ შემდეგ ჩემს გასართობად? მოლოდინისგან თავს ვერ ვიკავებ. ჩემზე ისე საუბრობს, თითქოს საზარელი უჩხული ვიყო. ამას თქვენ მოსახებლად არ ვაკეთებ. ვიცი. ერთ-ერთი რაინდი, რომელსაც შენ აიძულე შენი საფრთხის მსგავსი არჩევანი გაეკეთებინა. არის ადამიანი, რომელიც ოდესღაც ღარიბი იყო. გალქეინმა მას სახლში მოსვლის უფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მის არაზრდოზანებებულა, მან ბევრი იშრომა და რაინდი გახდა. ყველაზე მძიმე დაბუჟების მქონე რაინდი აქ დიდი ხანი არ ყოფილა დანიშნული. და ის დღე და ღამე ვარჯიშობდა. ხანდაზმული რაინდი ცდილობდა ახალი რაინდის დაცვას და მასთან ერთად დაიჭრა. რაინდების შესახებ საკმაოდ ბევრი რამ იცით. რადგან ყველა მათგანი ჩემს მფარველად ავირჩია. მადლობას გიხდი მათი გადარჩენისთვის. მე უკვე აღარაფერი მესმის. ეს მისი ყალბისახია? თუ ეს? მე უბრალოდ ის ცოდნა გამოვიყენე, რაც მქონდა. ეთილშობილი ქალბატონი, რომელსაც შემთხვევით მცენარეული მედიცინის ცოდნა აქვს, არა? ახლა რომ ვფიქრობ, რატომ იყვნენ რაინდები ჩემთან ასე ფრთხილად? მათ გაიგეს, რომ შენ ქალბატონი ხარ, რომლის ნიშნობაც ჩაიშალა. ალბათ აინტერესებდათ, როგორ ბოროტ მოქმედზე ქორწინდებოდი. გასაგებია. მაშინ რა უთხარით იმპერატორს ჩემ შესახებ, როდესაც ესაუბრებოდით? ეს ჰერცოგის სახლიდანაა, რომელსაც სამეფო ოჯახთან კავშირები აქვს. და მემკვიდრე პრინცის საცოლე იყო. ის შემდეგი მონებით მოიხილდა. მოყარვა? რადგან იმპერატორი სხვა ქვეყნის სამეფო ოჯახიდან უნდა იყოს. თქვენ გულისხმობთ მძევალს? გალქაინში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც შენს მიმართ უხეშად იქცევიან. თუ ყველაზე უარესი მოხდება. მაგრამ ეს გასაოცარია. რა? თუ მე მძევალი ვითმა მეკცევიან, ოფიციალური მოვალეობების შესრულება აღარ მომიწევს, არა? ხომ გონი არა? შესანიშნავია, ეს ნიშნავს, რომ შემიძლია უსაქმროდ ვიყო. დიდი მადლობა თქვენ უდიდებულესობავ. ახლა რომ ვფიქრობ, თქვენ ჩემი ხელის დაჭერას აპირებდით, ხომ ასია? ეს გარდაუვალი იყო. პირობაა. ნაყოფიერი მიწებისა და უხვირეს სურსების ფლობა. გალქეინი მსოფლიოს ყველა ერზე ახდენს გავლენას. ჩემს ყველა წინა ცხოვრებაში ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ ყოფილვარ. ეს იმპერიული დედაქალაქია. რაიმე პრობლემა არის? იმპერიული ვალის მზადება გადაიდო. ბოდიში დღეს სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში დარჩები. ასეთი ფიქრები საჭირო არაა, ვილაში ბედნიერი ვიქნები. დიდი ხანი არ გამოუყენებია. საშინელ მდგომარეობაშია. ეს არ მაწუხებს. გარდა ამისა, მე მძევალი ვარ. რატომ ამაყობ ამით, როგორ ჩანს? ეს ადგილი ნამდვილად დიდი ხანია, რაც არ გამოუყენებიათ. აქ იმდენი მტვერია. მაშინ ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. მოახლე ჩემში ამას ამაღელებლად მიიჩნევს. არის რამე ერთით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? მე არ შემიძლია ჩემს დაცვას ვთხოვა დასუფთავება. მაშინ სულ მცირე აუჯის შეტანის უფლება მაინც მოგვეცით. მადლობას მოგახსენებთ.
Რამოდენიმე წელიწადში არნოლდ ჰეინი მოკლავს მამამისს, იმპერატორს. შემდგომ კი ომი დაიწყება. შეიძლება ამას დიდი აზრი არ ჰქონდეს, თუმცა მინდა ის მამამისისგან შორს დავიჭირო. რატომ აწარმოებდა ომს მსოფლიოს წინააღმდეგ? ჩემს ყველა ცხოვრებაში ჩემი სიკვდილი ყოველთვის დაკავშირებული იყო სწორედ არნოლდ ჰეინის მიერ წამოწყებულ ომთან. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ომს, ნეტა ეს ომი არ ყოფილიყო. გავუმარჯოს დიდხანს ცხოვრებას, რომელიც კომფორტულად და უდარდელად იხარჯება. ამას ხედავთ? დამწყები ასე გულმოდგინედ მუშაობს. როგორც არ უნდა ცადო, არ გამოგივა. ჩვენ აგვირჩევენ მისი უმაღლესობის პრინცესას მსახურებად. თქვენ კარგად ხართ? დიახ, შენ აქამდე არ მინახი. ალბათ ახალია, შეხედეთ როგორი ლამაზი ხელები აქვს. თქვენ და სამწუხაროდ ის ვისაც პრინცესას მსახურობა შეუძლიათ, ჩვენ ვართ სასახლეში სამწლიანი მუშაობის გამოცდილები. შეგიძლიათ ადგეთ? გვისმინე, როდესაც გესაუბრებით. თუ ქალბატონთან მუშაობას აპირებ, ისწავლე გამოცდილების პატივისცემა. ეს ფარდები, სჯობს მათი რეცხვა ახლა არ დაგეწყოთ. რაო, გაზაფხულზე საკმარისად გრძელი დღეებია მათ გასაშრობად. მოგვიანებით იწვიმებს. რა დარწმუნებული ხარ? ღრუბლის ფორმები, ჩიტებით დაბლა დაფრინავენ. თუ ახლა დიდ ნივთებს გარეცხავთ, მოგვიანებით მეტი სამუშაო მოგიწევთ. შენნაირი დამწყების ნათქვამი ვერაფერი ვერ იქნება სწორი. საკმარისია, წავედით. ჩვენიერი ამინდი მთელ დღეს გასტანს. რაიმე ხომ არ იტკინე? არა. ძალიან დიდი მადლობა. ჩემი სახელია ელსიე, მადლობა რომ გადამარჩინეთ. ის დაბინძურებულია რა? მაშინ, როდესაც ისინიც კი საკმარისად კეთილები იყვნენ, რომ ეს ჩემთვის მოეცათ. ეს მოგვარდება თუ მაშინა გავრეცხავთ? რა? თქვი რომ წვიმა იქნებოდა, მაგრამ ქსოვილი სწრაფად შრება. ტალახი ღრმად აღწევს ძაფებში. ამიტომ ამ ფრუნჯით ცადე მისი გარეცხვა. შენ ვინ ხარ? მოდი ვიჩქაროთ, სანამ წვიმა დაიწყება. მოგზაურობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის სანახავად. ეს იყო ოცნება, რომელიც ვაჭრად გახდომის დროს მქონდა. მთელი ცხოვრება ვცდილობდი ამ ოცნების ახდენას, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. და ახლა ერთადერთი ქვეყანა, რომლის მონახულებაც ვერ შევძელი. საბოლოოდ მოახერხე აქ მოხვედრა. ამას მართლა აკეთებ? სამსახურის დროს იპარებით? მართლა ყოველ შეხვედრაზე მავუწებ. ვცდილობდი რომ არ გაგეგო. იმის წარმოდგენაც კი რომ ასეთ მანძილზე შეგიძლია ჩემი შეგრძნება. თქვენი მხრიდან კეთილი საქციელი არ არის. ვიცი რომ შენი არსებობა შეანელე, რათა გამოგეცადა როდის შევამჩნევდი. რას უყურებდი? ქალაქს. იქ ის დიდი შენობა რა არის? ბიბლიოთეკა. ყველა სხვა ქვეყნიდან შეგროვებული წიგნები იქ ინახება. ყველა ქვეყნიდან? და ის პატარა ლამაზი კოშკი იქ? ეკლესია. ის ასევე საათის კოშკის ფუნქციას ასრულებს. როგორი საყვარლობა? და ის იქით დიდი ბაზარია არა? ეს იმპერიული დედაქალაქის უდიდესი სავაჭრო ქუჩაა. იქაურ დახლებზე იყიდება საქონელი, რომელსაც იმავე დილით იღებენ. შესანიშნავია. თქვენ უდიდებულესობა, რა სიტყვით იმ ლამაზ? რა არის? მაინტერესებდა რა გონია ასეთი გასართობი. შენზე ზეწოლა განახორციელეს, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთი სამეფო ოჯახის წევრი გამხდარიყავი. ეს ის არის, რასაც დიდი ხანია ვნატრობ. ნანატრი. დიდი ხანია მინდოდა ამ ქვეყანაში ჩამოსვლა. საბოლოო ბიძგი, რამაც ქორწინებაზე დათანხმება მაიძულა. აღტაცება, რომელსაც ამ ქვეყნის მიმართ ვგრძნობდი. ამ ქვეყანას ისეთი არაფერი აქვს, რაც შენი აღთქმის დატოვების ღირსი იქნება. ასე არაა. იმ ინფორმაციაშიც კი რაც თქვენ გამიზიარეთ, აქ იმდენი მომხიბვლელი ადგილია. ქალაქში ხალხის სახეები გაბრწყინებულია და ასევე მე რაიმე უცნაური ვთქვი? აქამდე არასდროს მინახავ შენაირი ადამიანი. შენი განცხადებების შინაარსი, შენი ცოდნა, შენი ფიზიკური შესაძლებლობები. უბრალოდ დიდგვაროვნის ხალიშვილს არ გავხარ. შენ ჰერცოგის ოჯახში დაიბადე, შენი პირადი გრძნობები ზედმეტია.
მაგრამ დედა, შენი ბედნიერება სამეფო ოჯახში გათხოვებასა და მემკვიდრის გაჩენაშია. არის რაღაცები ისი სწავლაც თუ საკმარისი ცოდნა გაქვს რომ საზოგადოებაში თავი წარმოაჩინო ეს საკმარისია. ფოკუსირდი დიასახლისობაზე და არა აკადემიურ სწავლაზე. მაშინაც კი თუ სხვები ასეთ რამეებს არასწორად მიიჩნევენ. მე თითოეულ მათგანს ვაფასებ. ისინი სიმდიდრეა, რომელსაც არასდროს დავკარგავ. თითოეული ჩემი ცხოვრების ძვირფასი ნაწილია. აქვს თუ არა რაიმე ღირებულება ჩემს ცხოვრებაში? ამას თავად გადავწყვეტ. ვიცი. რას გინდა ის გააკეთე? შეზღუდვების გარეშე. ვიცავ რომ ხარს დაგიჭერ შენ სურვილებში. რატომ? მე გითხარი. მე შენ ძალიან შემიყვარდი. ოი, როგორც ყოველთვის. და შენი ეს განუზომელი შესაძლებლობები უაზროდ არ მიმაჩნია. მეგონა სულ მცირე, ამდენი რამ გადმოგეცი. მოიფიქრე რამე, რას გინდა? ჩემი თანხმობა უკვე გაქვს. მე არ შემიძლია მისი წაკითხვა. არნოლდ ჰეინ. კი, მაგრამ რას გეგმა? ანიმეს არ მოგიდგენდათ ანიმაქს წერტილეჯი.